ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 9 პირის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. გელა მთიულიშვილის, ნინო ქათამაძის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაკმაძეს, ქეთევან ფილაურს, მაია ცირამუას, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძესა და ეკა კუხალაშვილს 174 პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, მათ აქცია მოსამართლის სახლთან გამართეს. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე ციცინო მოსიძემ საქმის განხილვა შეაჩეროს, ვინაიდან ადვოკატების თქმით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ცოტა ხნის წინ შეძახილები იყო ხდომათა დარბაზში, სოლიდარობა გამოხატეს მზია ამაღლობელის მიმართ. ეკა კუხალაშვილის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა წარმოადგინოს ბრალდების მხარემ საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილის საცხოვრებელი სახლების, მათ შორის ბაკურიანის სახლის საკადასტრო ამონაწერი იქნება. მოსამართლეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, შეგახსენებთ აღნიშნულმა პირებმა აქცია გამართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მოსამართლემ განხილვაში არ მიიღო მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სიმართლის სხვა არსად და არისმის ვერავის ვერ აგებინებ. ამიტომ იმდენად დაგროვდა ეს მოსამართლობის ეს განცდა, იმდენად რთულია მზიას თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა და ძალიან ბევრი მოვლენები, რომ არ ვიცი, ეს სხვა როგორ უნდა გაჩერდეს და რატომ არის ესეთი ასე თქვა ხმაურიანი, რატომ აღმოჩნდა, ალბათ იმიტომაც, რომ მის უკან ძალიან დიდი სიმართლე დგას. ესეც მდგომარეობაა საქართველოში, რომ კარგად ვერ ვფიქრობთ. კარგ რამეებზე ვერ ვფიქრობთ და ძალიან სამწუხაროა დღეს გაკვეთილზე უნდა ყოფილიყავი და მიწევს სასამართლოში მოვიდე და მზია ამაღლობელის სოლიდარობა აი ესე თუ ძვირი დაჭდებოდა. დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე რთულია მოლოდინებზე ვისაუბრო. თქვენ იცით, რომ ოქმი შედგენილი არის მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან გამართული შეკრების გამო. ზიანი რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის მინიმალური, იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 20 წუთის მანძილზე იყვნენ ეს ადამიანები საცხოვრებელ სახლთან შეკრებული, რის მტკიცებულებებიც რა თქმა უნდა წარმოდგენილი იქნება სასამართლო პროცესზე და ერთობლივად იმ კონტექსტის ვითარებაშია მათი პიროვნების გათვალისწინებით იმედს ვიქონიებთ, რომ სასამართლო გამოიტანს შესაბამის ადეკვატურ გადაწყვეტილებას.